შეკვეთა დავტოვე და მივიდიოდი ადგილზე, სადაც კურიერები ვიკრიბებით. ის უბრალოდ შეკვეთებს არ იგებდა. 25 წლის კურიერი ბიჭის ერთი ჩვეულებრივი დღე. მაგრამ ერთმა შეჯახებამ მთელი მისი ცხოვრება ამოაყირავა. იქიდან მომავალი მანქანამ უცებღად მოუხვია ჩემ გზაზე, ჩამიჭრა და ფიზიკურად საწარსვლელი აღარ მქონდა, დავეჯახე უკანა კარებს. და გადავარდი უკან და დაცემის დროს დამიზიანა და ხერხემალი. ლაშა გადარჩა, მაგრამ სიარულის შესაძლებლობა დაკარგა. ახლა ყოველდღე ტკივილი, რეაბილიტაცია და შიშია. შიში, რომ ის ვეღარასდროს შეძლებს სიარულს. მისი დედა იტალიაში ემიგრანტია. ისინი ყოველდღე ვიდეო ჩატით საუბრობენ და დედა შორიდან უყურებს, როგორ იბრძვის მისი შვილი მომავლისთვის. თურქმა ექიმებმა ლაშას იმედი მისცეს. ესეთი პასუხები მოგვივიდა, რომ იდეალური სიტუაცია იყო, სრულიად რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა ჩემი სიტუაცია, ფეხზე გავლას თითქმის 100% პირდებიან. ამიტომ ჭირდება ხალხის დახმარება, რომ ეს თანხა შევაგროვო, წავიდე თურქეთში სამკურნალოდ, ერთი თვე დამჭირდება თუ 2 თვეს ქვეყნეთის ნება და დაუდგე ფეხზე და დაუბრუნდეთ ძველ ცხოვრებას. ამიტომაც გთხოვოთ, თუ გექნებათ სრულიად საშუალება, რომ დაგვეხმაროთ, თუნდაც გადაზიარებებით, ვიდეოებით, რომ ბევრმა ხალხმა ნახოს და ბევრმა გაიგოს ჩემს შესახებ და რა ვიცი, მოგწალობით ყველაფერი კარგად იქნება, მე ამის ჯერა. მადლობა ყველას, ვინც გვერდში დაგვიყვებით. მას ჩვენი დახმარება სჭირდება ამის მისაღწევად. მოდით დავეხმაროთ ლაშას სიცოცხლისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.